რუსთავში ორდღიანი მუსიკალური ფესტივალი ოქსიგენ ფესტი იწყება, რომელიც წელს სტუმრებს უფასოდ მიიღებს. საფესტივალო სივრცე რუსთავის ცენტრალურ პარკში ისტორიული ციხის ტერიტორიაზეა მოწყობილი. ფესტივალი საღამოს 8 საათზე რუსთავის სკოლების მედალოსტების დაჯილდოებით დაიწყება. ცერემონიის შემდეგ ოქსიგენ ფესტის მუსიკალური ნაწილს ანსამბლი თუთარჩელა გახსნის. შემდეგ კი მთავარ სცენას ჯეობიტ პროდაქშენი და ჯგუფი ფრანი დაიკავებენ. 6 ივლისს ოქსიგენის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დესპანის, ოჩოსკოხის, მუროსტა რეგიონის კონცერტებს დაესწრონ. ჩატარდება ტრადიციული ფიშ ფესტიც. რუსთავი ემზადება საფესტივალო დღეებისთვის ოქსიგენი რუსთავის ცენტრალური პარკის ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე გაიმართება. მნიშვნელოვანია ეს ფესტივალი წელს იმით, რომ ოქროს მედალოსტების დაჯილდოებაც მოხდება სწორედ ფესტივალის ფარგლებში, ასე რომ გელოდებით თითოეულ რუსთაველს დაგიწევთ ყველას იმისთვის, რომ ისიამოვნოთ და დატკბეთ გემოვნებიანი მუსიკით. ფესტივალი წელს მეოთხედ უხსნის კარს ვიზიტორებს, მსმენელებს, მაყურებლებს. დასწრება თავისუფალია. ოღონდ აქვე მინდა რომ იცოდნენ ჩვენი წესების შესახებ. კარი არსებობს თავისი უსაფრთხოებით, რომლის გავლაც და დაცვაც ყველა ჩვენთანაც მოგვიწევს. უსაფრთხოების მიზნით. ფესტივალის მიზანი მე ვთვლი რომ მიღწეულია. მთავარი მიზანი გახდათ ის რომ ციხის ტერიტორიაზე ისტორიულ ნაწილში რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაჩენონ და კითხვა რა არის, როდინდელია, რა ისტორია აქვს და ფესტივალის დავალებაც ეს არის.